მშვიდობა მეგობრებო, გილოცავთ დღევანდელ დღეს, ნინაობას მრავალს დაესწარეთ. მე ვიყავი და ვარ მხარდამჭერი ეროვნული მოძრაობის ლიდერების ზვიად გამსახურდიასა და მერაბ კოსტავას იდეებისა, რომელიც ეყრდნობა და დაფუძნებულია ქრისტიანობაზე. მესიჯი თუ ერი სულიერად ძლიერი არაა, ვერ გადარჩება. სწორედ ეს იყო მათი მთავარი საყრდენი ეროვნულ მოძრაობაში. 1991 წლის 31 მარტს რეფერენდუმზე ერმა გამოხატა თავისი კონსტიტუციური ნება, არჩეული ხელისუფლება იყო კონსტიტუციურად კანონიერი, ხოლო 1992 წელს მოხდა სამხედრო გადატრიალება, პუტჩი. ეს იყო არაკონსტიტუციური ქმედება და დე ფაქტო შეიცვალა ხელისუფლება, რადგან დე იურე ხელისუფლება არ შეწყვეტილა, ამიტომ ზვიად გამსახურდიას ხელისუფლება წარმოადგენს უწყვეტობის მატარებელ ხელისუფლებას. მე როგორც ერთი ამომრჩეველი ლეგიტიმური ხელისუფლებისა მოვითხოვ კანონიერებას. თუ არა ვიქნებით ესეთ გაუბედურებულ გზაზე ერი.